რეიტინგს უკვეთავს. Мы работаем с теми, кого мы ощущаем профессионалами, не ангажированными, стоящими на демократических позициях. Но говорить о них заранее – это не наше правило. Это политические партии? Я вам не могу сказать. Вы 5 числа все узнаете. В основном мы проводим, сейчас я работаю с Мировым банком В других странах, извините, кроме Украины, вы проводили какие-то? Если нет, экзит-пола нет. Белорусов. Ладно, спасибо. Да не надо, спасибо. Если был бы знакомый, как известный человек, знал бы ты в любом случае. უკრაინული კომპანიის შესახებ სოციოლოგიური კვლევების ჯგუფებს არც თბილისში და არც უკრაინაში არაფერი სმენიათ. ყველაზე ცნობილ ქართულ კომპანიებს უკრაინელების რეიტინგის შეფასება უჭირთ, რადგან მათთვის გაუგებარია რა რესურსით ჩატარდა გამოკითხვა, რომელიც არც ერთი სოციოლოგიური კვლევის შედეგს არ ემთხვევა. იმ შემთხვევაში თუ მათ გამოიყენეს რომელიმე არსებული ქართული კომპანიის რესურსი, მაშინ მიღებული წესი რომ მათ გამოაცხადნენ რა კომპანია იყო ეს, ის რესურსებს ეხმებოდნენ და მაშინ უფრო ადვილი იქნება რაღაცებზე მსჯელობა. ამ ეტაპზე ვთქვი ძალიან ბევრი რამე არის უცნობი იმისთვის, რომ ამ კვლევის ან ამ ორგანიზაციის ობიექტურობაზე ან არაობიექტურობაზე ვილაპარაკოთ. Ხურცელს რომელიც არის რაღაც ციფრები, არ ვიცი კვლევის ტექნიკა, არ ვიცი სად არის გაკეთებული, არ ვიცი ვის მიერ არის გაკეთებული, შესაბამისად ძალიან გამიჭირდებოდა რაიმე პასუხისგაცემა ამ თემაზე. უცნობი რეპუტაციის კომპანიას 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები ტელეკომპანია იმედმა უკვე მიანდო. საერთო საქმისთვის არჩევანი უკრაინელებმაც სწორედ ამ ტელევიზიაზე შეაჩერეს. Структурой, которая нами рассматривается как неангажированная, демократичная, которая не находится под прессом, как у нас часто говорят, телефонного права или обязательного выполнения указаний сверху. როგორ ეგზიტ-პოლებს დებენ არჩევნების შემდეგ ეს უკრაინის ბოლო საპარლამენტო არჩევნებიდან ჩანს. მათი პროგნოზით ეს არჩევნები ხმების თითქმის 35%-ით ვიქტორ იანუკოვიჩის რეგიონების партиას უნდა მოეგო. Янукович какие проценты? 34%. Я могу даже больше всех. რეალურად ხმების თითქმის 35% არა რუსეთის ფავორიტმა იანუკოვიჩმა, არამედ ნარინჯისფერი რევოლუციის ლიდერმა იულია წიმოშენკომ მიიღო.